ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მთავარი მომხმარებელია. შაშან რუსეთიდან შემოტანილი დენის 74%-ზე მეტი აფხაზეთმა მოიხმარა. ასე მაგალითად რუსეთიდან შემოსული 971 მილიონ კილოვატ-საათიდან 724 მილიონ კილოვატ-საათი სწორედ აფხაზეთს მიეწოდა. რუსეთიდან იმპორტირებულ დენში 11 მილიონ დოლარზე მეტია გადახდილი. საინვესტიციო ბანკის გალტენ ტაგარტის ინფორმაციით რუსეთიდან აფხაზეთისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად კილოვატ-საათზე 0.1 ცენტად ხორციელდება. ენერგეტიკული ბალანსი აჩვენებს, რომ 4 თვეში აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი მიიღო. კითხვაზე ვინ იხდის რუსეთიდან შემოტანილ მილიონობით კილოვატ-საათ ელექტროენერგიაში ფულს, სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ თანხას თავად ოკუპირებული აფხაზეთი ფარავს. აფხაზეთი არის საქართველოს შესაბამისად აფხაზეთის მოხმარებისთვის ელექტროენერგიის იმპორტი აღერიცხება როგორც საქართველოს მიერ განხორციელებული იმპორტი, თუმცა ელექტროენერგიის ღირებულებას თავად აფხაზური მხარე ფარავს და შესაბამისად აქეთ ამ მხრიდან რაიმე სახის აფხაზეთის მოხმარებისთვის გადასახადის გადახდა არ ხდება და თანხის გადახდა რუსეთისთვის არ ხდება. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა იმ სქემას გვიხსნის, რითაც აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას იღებს. რუსეთის ენერგია ძალიან იაფად აძლევს რუსეთი, დემპინგურ ფასად აძლევს ფაქტიურად, თუმცა ძალიან აწვება ეს, როგორც ამბობენ, მათ ბიუჯეტს. ამ თანხას ფაქტიურად რუსები აწვდიან ამ თანხას და რუსები იტოვებენ ამ თანხას, ფაქტიურად აი ესეთი გასვლა ხდება. ეს არის რუსული ტრანსფერი შემცირებული შემდეგ და აფხაზეთი უფრო ნაკლებ ფულს იღებს რუსეთს. აფხაზეთის ენერგობალანსის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში რეკორდული ზრდის შემდეგ შანშან მოხმარება 2.6%-ით 2.48 მილიარდ კილოვატ-საათამდე შემცირდა. კლების მიუხედავად ჯამურ მოხმარებაში აფხაზეთის წილი კვლავ მაღალი 17%-ია. ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი მოხმარება აფხაზეთში 2022 წელს იყო და 3 მილიარდ კილოვატ-საათს აჭარბებდა. კითხვაზე, რატომ მცირდება ოკუპირებულ რეგიონში მოხმარება, ნარმანია ამბობს, რომ ამის მიზეზი კრიპტოვალუტაზე ფასის კლება. მოხმარება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ერთის მხრივ მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით. მეორეს მხრივ ეს ასევე კრიპტოვალუტის ფასებთანაც არის დაკავშირებული, როცა კრიპტოვალუტის ღირებულება მცირდება, მოხმარება იკლებს აფხაზეთში. ამიტომ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე პერიოდულად ხან იკლებს მოხმარება, ხან იზრდება. მირცხულავა ამბობს, რომ წლიურ ჭრილში კლების მიუხედავად აფხაზეთში მოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. წინა რამდენიმე წელში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო აფხაზეთის ენერგომომარაგებაში, იყო შეზღუდვები, დაიწყეს მათ ბრძოლა მაინერებთან. როგორც მეუნებოდნენ, მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ეს ფურები, რომელიც მიერთებული იყო ქსელთან და ფაქტობრივად უფასო ენერგიას იღებდა. ტრენდი მართლაც არის, რომ შემცირება არის მოხმარების, თუმცა ძალიან მაღალია. წარმოიდგინეთ, ახლა 180,000-იანი მოსახლეობის დღეს რაც არის, ალბათ შეიძლება უფრო მცირეც არის, ხარჯავს თითქმის იმდენს, რასაც 1,5 მილიონი თბილისი. რუსული იმპორტის გარდა ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიღების მთავარი წყარო კვლავ ენგურჰესისა და ვარნიხესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. ეს 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც ენგურის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის. ეს განაწილება იმ პერიოდისთვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების ღირებულების მიხედვით მოხდა. ახლობით 1992 წელს შედგა სიტყვიერი შეთანხმება, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ელექტროენერგია, რომელსაც ენგურჰესი აგენერირებს, მისი 60% უნდა დარჩენილი იყოს საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ხოლო 40%-ის მიწოდება უნდა მომხდარიყო აფხაზეთის ტერიტორიისადმი. რეალურად ბოლო პერიოდში მოვლენები ნამდვილად ისე ვითარდება, რომ ეს მაჩვენებელი იყო პერიოდები, როდესაც არამც თუ 40, არამედ 57%-იც კი იყო, გულისხმობ იმ ელექტროენერგიის მოცულობას და მოხმარებას, რომელიც ენგურჰესის მიერ არის გენერირებული. მართალია აფხაზეთის მოხმარება წლიურად 2.6%-იან კრებას აჩვენებს, მაგრამ 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი უფრო დიდი 8%-ია. გაგრძელდება თუ არა რეგიონში დენის მოხმარების კლება, ეს საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში წლის ბოლოს გამოჩნდება. თუმცა ფაქტია, რომ აფხაზეთში დენის მოხმარების შემცირება ნიშნავს, რომ რეგიონი ენგურჰესიდან და რუსეთიდან ნაკლებ ელექტროენერგიას მიიღებს.